კომისია კომპლექტდებოდეს ხოლმე სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებით და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კარგა ხანია ქვეყანაში და აქვთ რაღაცა ამ კუთხით, ეგრევე საკანონმდებლო ინიციატივები, იგივე ადამიანის უფლებების კუთხით, ეს ადამიანები გაირიყვნენ ამ კომისიიდან. ჩვენ პირადად ახლა ჩვენმა ორგანიზაციამ ორი წინადადება შევიტანეთ, ერთი იგივე ქართული მიწების უცხოელებზე არ გასხვისებასთან დაკავშირებით, ერთი არჩევნების სავალდებულო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის და ნატო წევრ ქვეყნებშიც მოქმედებს არჩევნების სავალდებულობა. პასუხადაც არ ჩავთვალეს და მე კიდე ახლა ჩვენ აქ არ ვითხოვდით რაღაცა შეიძლება თქვა უამრავი ორგანიზაცია არის. აქ იყო რაღაც 5-6 ორგანიზაციის დამატებაზე. მიზანმიმართულად ხდება? ანუ არ ვიცი ხა იცით რა თაბეჭდილება გრჩება ადგილობრივი ორგანიზაციებთან? მე ვთვლი რომ მთლიანად ეს საკონსტიტუციო კომისია რაღაცა არ იყო დამოკიდებული უშუალოდ იმაზე რა სურს ხალხს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო საუბრობთ მაგალითად ჩანაწერზე ევროატლანტიკურ სივრცესთან დაკავშირებით. თვითონ ქართული ოცნების აქტიური წარმომადგენლები, მაგალითად დაგისახელებთ ყობან არჩემაშვილი, რომელსაც მე ვეთანხმები, გამოვიდა და თქვა რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა. იგივე განცხადებები გააკეთა ქართული ოცნების არაერთმა განაცხადა ყობან არჩემაშვილმა რომ ეს უფრო კონსტიტუციის პრეამბულაში როდესაც იყო საუბარი მაშინ ვფიქრობდიო, მაგრამ აი გარდამავალდებულების ეხლა შეიძლება შეიცვალოს პოზიცია არ ვიცი, მაგრამ თავის ეხლა შეიძლება შეიცვალოს, ეხლა იმიტომ რომ აქ პარტიული დისციპლინიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თავის დროზე აცხადებ და მეც ვეთანხმებ, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ, იცით? ჩვენ ვხედავთ რომ სოფლიო იცვლება. ადრე რამდენიმე თვის წინ ახლოს იყო ქვეყანა სოფლიო იმასთან რომ შეიძლება რუსეთ-თურქეთ შორის ისეთ დაიძაბულიყო სიტუაცია, რომ ეს ომში გადასდილიყო და დღეს ხედავთ რომ როგორი დამოკიდებულება. იგივე ტრამპთან დაკავშირებით საუბრობდა ნატოზე სხვანაირად, დღეს სხვანაირად საუბრობ. ამიტომ ჩვენ იცით რა ეს პროცესები რაც არის დაკავშირებული ამ ბლოკებთან, ბლოკები მოდიან, შეიძლება შეიცვალოს ეს ბლოკები და სხვა სახე მიეცეს, არის საუბარი მაგალითად. ჩვენ ვიზღუდებით ბატონო ნიკოლოზ, აი რაში ვიზღუდებით, რაში შეიძლება შევიზღუდოთ ამაზე როდესაც ყავს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ვიცით რომ მაგალითად რუსეთს აქვს დამოკიდებულება იმ დაგვარ, როდესაც ნატოზე არის საუბარი და აი ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ ომის გაჩაღებისა, რომელიც დაიწყო. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ჩვენი სუვერენული უფლება, კი ბატონო, როგორც გადავწყვეტ, ისე იქნება, მაგრამ ეს არის გამაღეზიანებელი ფაქტორი. ჩვენ იმ რეგიონში ვცხოვრობთ, რომელ რეგიონშიც ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება ამ ნატოსთან დაკავშირებით. შეიძლება ჩვენ გქონდეს ეს მისწრები, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ძევალი ვიყო ჩვენ აი ამ ჩანაწერისა. აი ხომ არ გავაღიზიანებთ. ჩვენ ვიცით იგივე ამ ევროატლანტიკური სივრციდან გამომდინარე რომ ლიდერები გერმანია, იტალია, საფრანგეთი აცხადებენ რომ უახლოეს 10 წელიწადშიც არ არის საუბარი იმაზე რომ საქართველოს ნატოში მიღებაზე იყო საუბარი და აი რატო ვიზღუდავთ? აი სულ რო გადავხედოთ, აი ხო რაღაცა ახალი ველოსიპედის გამოგონება ხო? აი რაღაცას რო ვაკეთებთ, ხო არის რაღაც ანალოგი უნდა იყოს. ესეთი ჩანაწერი მე ვიცი არის რუმინეთში და აი მას შემდეგ რაც რუმინეთი გახდა ნატოს წევრი, დანარჩენ ევროპის ქვეყნებში გავსი ტიპის ჩანაწერები არ არსებობს და რატო არის ესეთი გამორჩეულები? სანამ ბატონმა ხასთან გადავალთ, ანუ არ უნდა გავაღიზიანოთ, შევეცადოთ რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი. ასეთი განცხადებები მესმის ხოლმე ხშირად, მაგრამ აი არ გავაღიზიანოთ ამ პოლიტიკამ, ასეთი ტიპის პოლიტიკა ხომ არ მიგვიყვანს უფრო ცუდ შედეგებამდე. არ მინდა ხა წინ გავუსწროთ იმას, ამაზე ბოლოს კითხავთ მე ლავროვის ჩასულას. არა, მარტო გავაღიზიანებაზე არ არის, იცით რა არის? უბრალოდ სუვერენიტეტის შეზღუდვა არის. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა. მარტო გავაღიზიანებაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანას მიზნად დასახული კონდეს ამოცანა იყოს სადღაც შესვლა. ეს შეიძლება სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება შეხვიდე, შეიძლება ფიქრობდე რომ დღეს ნატოში უნდა შეხვიდე, შეიძლება სხვა ბლოკში შეხვიდე და ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის მესმის რომ რაღაცა დაისახო მიზნად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ახლა გამოდიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ როდესაც დაკარგული გვაქვს 20% ოკუპირებული არის, საუბრობენ იმის შესახებ, რომ პირველ მიზნად იმას კი რაცხადებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საუბრობენ სადღაც შესვლაზე. კითხონ ქართველ ხალხს, სადღაც შესვლა სურთ თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ რაც ტერიტორიული მთლიანობასთან დაგვაახლოვებს, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მე მგონი. კარგი, მადლობა, ბატონ მალხას, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ხალხს კითხონ ასეთი რამ ბრძანა ეხლა ბატონმა ნიკოლოზმა. ხომ არ ფიქრობთ რომ ეს არის ის საკითხი, რაზეც დაუშვათ არ ვიცი რეფერენდუმები უნდა ტარდებოდეს, აი რა სურს არის ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტად გამოცხადება ამ შემთხვევაში და კონსტიტუციაში ჩაწერა აღდგენის თუ ევროატლანტიკურ სივრცეში, ანუ კონკრეტულად ნატოზე როდესაც არის, მოდით დავაკონკრეტებ, აი ბატონ დიმიტრი ამბობდა ნატოში გაწევრიანება, ეს უნდა იყოს მიზანი ქვეყნის. მოგესალმებით. მოგილოცავთ აღდგომის წინასწარ, მოგილოცავთ თქვენს მაყურებელს, თავს საკრისტიანოს, უბედად საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენს დევნილ საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა ქალის ქართველობას.
35,000 ადამიანს, რომელიც იტანჯება სასტიკი რასისტული ჩაგურის ქვეშ სწორედ რუსი აგრესორისგან. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ საკითხს, საქართველოს მოსახლეობამ პლებისციტით უკვე უპასუხა ამ საკითხს და ზოგადად ქართველი ერის ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ 25 წლის მანძილზე უპასუხა თავისი, ასე ვთქვათ, თავისი ბრძოლით და ეგერ ბატონო გმირთა მემორიალზე გარდაცვლილი დაღუპულმა ტერიტორიული მთლიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის იმ ადამიანებმა ამას უპასუხეს უკვე რომ საქართველოს უნდა ჩამოშორდეს რუსეთს და დაუახლოვდეს დასავლურ სამყაროს. მაგრამ აქ საუბარია კონსტიტუციაში დასავლური ორიენტაცია არის საქართველოს ისტორიული არჩევანი და ეს არის საკმაოდ მყარი არჩევანი და ეს განაპირობა საკმაოდ ხანგრძლივმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობამ, რომლიდანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მწარე გამოცდილება ქართველი ერის პერმანენტული გენოციდის და საქართველოს ტერიტორიების გასხვისების. რაც შეეხება კონსტიტუციის საკითხს, ეს იცით რა შეა საქმე, როდესაც ახალ კონსტიტუციაში ახლა საერთოდ არ არსებობს მუდმივი იურიდიული დოკუმენტები. იურიდიული დოკუმენტები ცვალებადია, მათ შორის ჩვენ ასე ვთქვათ და არა მარტო ცვალებადია, არამედ თვითონ ამ იურიდიული დოკუმენტების შეფასებები ცვალებადია და განმარტებები ცვალებადია. ანუ ვთქვათ, ევროპულ კონვენციაზე პირდაპირ ევროსასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და ის ვითარდება და დღეს რო ეს უფლება ერთნაირად გვესმოდა, ხვალ შეიძლება სხვანაირად გვესმოდეს და ასე შემდეგ. მაგრამ კონსტიტუციის პრეამბულაში დღესაც წერია, ვთქვათ, სოციალური საბაზრო ეკონომიკა, რომელიც პრინციპში დღეს კერძო საკუთრების მუხლს კერძო საკუთრების მუხლთან თუ მივალთ, პრინციპში ეს ჩანაწერი, ვთქვათ, შეიძლება ანაქრონიზმადაც კი მოგვეჩვენოს, იქიდან გამომდინარე, რომ თავისთავად საკუთრების თავისუფლება სწორედ გულისხმობს ამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპს. ამ შემთხვევაში ეს დეკლარირება, საერთოდ პრეამბულა არის დეკლარირებული, სწორედ დეკლარირება ქვეყნის და ქართველი ხალხის და კონსტიტუცია არის ფართო კონსენსუსზე, თუმცა ახლა ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად არ არის, მაგრამ ზოგადად უნდა იყოს ფართო კონსენსუსზე მიღებული დოკუმენტი, იმიტომ არის გათვალისწინებული მასში საერთო სახალხო განხილვის პროცედურა და ასე შემდეგ, სადაც კიდევ ერთხელ დეკლარირებულად გამოჩნდება, რომ ჩვენ არც ერთი ორი, ასე ვთქვათ, სამხედრო კავშირის გარდა, დღეს რეალურად არც ერთი სამხედრო კავშირი არ არის, ეს არის ერთი ევრაზიული კავშირი და ის რაღაც ოდაკებე რო აქვს და მეორე არის ნატო. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად დეკლარირებული იქნება, რომ ჩვენ უკან არასდროს არ დავბრუნდებით არც რუსეთის წიაღში, არც საბჭოთა კავშირის წიაღში, არც რამე სხვა გაერთიანებაში რუსეთთან. მე არა ვარ მომხრე, რომ ეს დებულება ჩაიწეროს გარდამავალ დებულებაში, გარდამავალი დებულებების საერთოდ პრინციპი არის ის, რომ ესე იგი ან ძირითადისგან განსხვავებული ნორმა არის და ან გარკვეული დროით არის მიღებული ეს ნორმა. ამიტომ აქ პოლიტიკურ დეკლარაციაზეა უფრო საუბარი ვიდრე სამართლებრივზე და როგორც კი გაქრება ის საფრთხეები და ვთქვათ რაღაც გარკვეულ ანაქრონიზმად ჩავთვლით ჩვენ ამ დებულებას, არაფერი არ გვიშლის ხელს ჯერ ერთი აქ 10 წელიწადი ნატო არ იქნებაო, საერთოდ ისტორიის განვითარების ლოგიკა ის გახლავთ, მით უმეტეს რუსეთთან დამოკიდებულებაში, რომ შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს ვითარება, როგორც მოხდა ვთქვათ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, ჩვენ ეს მაგალითები გვაქვს, მაგრამ და ამიტომ ახლა წინასწარ ჩვენ რაღაც ხანგრძლივი დროით ჩვენ ამას ვერ ვიწყებთ, თავარია რომ დასავლეთმა დეკლარირება გააკეთა, საქართველოს იქნება ნატოს წევრი. აქედან გამომდინარე, ამას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მეორე, ამას ქართველი ხალხის ცნობიერებისთვის აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და დატვირთვა, იმიტომ რომ არა მარტო ამ 250 წლიანი
პერიოდიდან მოყოლებული ჯერ კიდევ საკმაოდ არის ბაბაიას ცნობიერება და პლუს რუსული პროპაგანდა ძალიან გამალებით მუშაობს იმისათვის რომ ტვინი აურიოს საქართველოს მოსახლეობა. კარგით, მადლობა. კიდევ დაგიბრუნდებით ბატონ მახას. ბესოს პოზიციაც მოვისმინოთ. აი ეს არის განაცხადა დეკლარირებაო. ბატონ მალხაზი ამბობდა რომ ჩვენ უკან არ დაუბრუნდებით საბჭოთა კავშირში და ასე შემდეგ. თუმცა მეორე მხარე აი ბატონ ნიკოლოზი ამბობდა რომ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რომ დაუშვათ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები იმის მაგურად რომ პირიქით დავათბოთ ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან და ასე შემდეგ. ეს ხელს შეგვიშლის თუ ასე დეკლარირებულად გამოვაცხადებთ ამას ნატოსკენ კურსს და ჩავწერთ კონსტიტუციაში. უპირველეს მოგესალმებით, მივესალმებით სტუდიის და ტელემაყურებლებს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა სრულიად არადამაკმაყოფილებელია ქართული საზოგადოებისათვის, ცალსახად არის, რომ საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ჭირდება თავის ისტორიულ ადგილას დაბრუნება, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ამ ჩანაწერით პასუხი გაეცა 2008 წელს ჩატარებულ პლებისციტ, სადაც საქართველოს მოსახლეობის 77%-მა ხმა მისცა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელისუფლების ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ცალსახად და მნიშვნელოვანი არის, რომ თუ რა ხდება დღეს, რა ხდებოდა გუშინ აფხაზეთში და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ერთთან და ოკუპანტთან დღესაც კიდევ ბაბაიას სახელი. რუსეთმა თავისი გასაკეთებელი წლების მანძილზე აკეთა საქართველოს წინააღმდეგ და აკეთა ისე, რომ დღეს თითოეული ქართველი უნდა თავხდებოდეს იმაზე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი და აგრესორი. დამატებითი ფაქტორი ხომ არ იქნება ასეთი ჩანაწერის გაკეთება, რომ იმის მაგალითად რომ დაალაგდეს რუსეთთან ურთიერთობა პირიქით უფრო იყოს რუსეთის მართლაც გამაღიზიანებელი როგორც თქვენი ოპონენტები ამბობენ. ურთიერთობის დაალაგება მისთვის თავარი არის, რომ კავკასიის რეგიონში იყოს არეულობა, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიის ხელყოფა აქვს ამ ქვეყანას წლების განმავლობაში და ჩვენ კარგად ხედავთ, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი დღესაც ჩადის სოხუმში და იქიდან იმით გვემუქრება, რომ ვიცით რა ჩვენ დავიცავთ აფხაზეთის ტერიტორია, ჩვენ შეიარაღებული ძალები და ასე შემდეგ და ჩვენ რა ვქნათ ამ დროს. ასე შევრჩეთ რუსეთის ხახაში. არა, ჩვენ გვჭირდება სწორი კარგი პოლიტიკა იმისათვის, რომ ჩვენ დაგვიცვა ზუსტად იმ 28 დემოკრატიულმა სახელმწიფომ და არ დავრჩეთ რუსეთთან პირისპირ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში და ამბოში. ასევე ყველას კარგად გვახსოვს ჩვენ წლების განმავლობაში თუ როგორ ცდილობდა და არა მარტო ცხელი, არამედ ცივი ომითაც რას აკეთებდა რუსეთი და ყველაზე მთავარი პრობლემა, როდის მერე წარმოიშვა, როცა მოხდა 2008 წლის კონფლიქტი, მას შემდეგ რაც საზოგადოებამ პასუხი გასცა ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ პოზიციებს და რაც საზოგადოებამ გაამყარა პლებისციტში ეს ყველაფერი. მას შემდეგ ჩავიდა ლავროვი რუსეთში და ხსნის ახალ საელჩოს, როცა უკვე ჩვენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. მე უკვე ვისარგებლე ამ მიმოსვლით და 40 წამში შევძელე ევროპის საზღვარის გადაკვეთა. ჩვენ არ გვჭირდება საზღვრები, იმიტომ რომ ჩვენ ბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ადგილას და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ქართველი ხალხის თავარი კურსორი და ქართველი ხალხის სრული უმეტესობა იძახის მხოლოდ და მხოლოდ ერთს. ჩვენ ვართ ევროპული და ევროატლანტიკური და აუცილებლად უნდა იყოს. ერთი არგუმენტი დამჭა. ეს მხოლოდ უკაცრავად ეს მხოლოდ უსაფრთხოების პრობლემასთან არ არის დაკავშირებული, თავისთავად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უსაფრთხოების პრობლემა. ეს ჩანაწერი არის დაკავშირებული დასავლურ ღირებულებებთან, იგივე საკუთრების უფლებასთან, იგივე ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლებასთან, რელიგიის თავისუფლებასთან და ასე შემდეგ. ეს არის დასავლური ღირებულებები, დასავლური ცხოვრების წესი, ამდენად დეკლარირებას ვახდენთ ჩვენ ამ არჩევანს. გასაგებია, კარგით, მადლობა. სანამ ბატონ დიმიტრისთან განვაგრძობთ საუბარს, მე როგორც ვიცი, იური მეჩითოვის ფოტოხელოვანის ჩართვა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ იური და მადლობა. რომ ჩვენი სტუმარი ხართ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, ჩვენ აგვიცმენთ პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებას და თქვენი პოზიცია რომ გაგვაცნოთ. ანუ ორად არის აზრი გაყოფილი. ერთი მხარე ამბობს, რომ ეს არის დეკლარირება იმის, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროპა, ვუბრუნდებით ევროპას, ჩვენს ისტორიულ ნაწილს და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხარე ამბობს, რომ ეს რეალურად არაფერს მოგცემს და პირიქით შეიძლება რომ ამან მაგალითად მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაძაბოს, გააღიზიანოს და ასე შემდეგ. თქვენი პოზიცია როგორია? გარდა იმისა, რომ არაფერს არ მოგცემს, ნამდვილად ეს არის უბრალოდ არ ამგონი იყოს მართებული ჩანაწერი ისეთ სერიოზულ დოკუმენტში, რომელსაც წარმოადგენს კონსტიტუცია. იმიტომ ჩვენი მთავარი კონსტიტუციაში რა უნდა ეწეროს, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კარგად, ჩვენ უნდა გქონდეს დემოკრატიული წყობილება, მე მგონი მან თუ მონარქიისკენ ვართ, მაშინ იქ უნდა ჩაიწეროს ჩვენ მონარქიისკენ მივდივართ
და ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობა. ეს კეთილდღეობა არის საზრუნავი და მთავარია ჩვენი გადარჩენა ფიზიკურად კიდე. და ეს არის უმთავრესი საქმეები. დანარჩენი ეს არის ტაქტიკური ცვლები. იქნება დღეს ნატო, ხვალ იქნება შეიძლება კი ჩინეთთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს გაწერილი ასეთ სერიოზულ დოკუმენტში, რომელიც არის კონსტიტუცია. მე მესმის რომ შეიძლება მე ცვლილებები შევიტანოთ და ასე შემდეგ, მაგრამ რისთვის უნდა ჩაიწეროს ეს არჩევანი, რომელიც როგორც ახლა ამბობდნენ რომ 77% ჩვენ ახლა რატომ გვეშინია გავაკეთოთ ასეთივე რეფერენდუმი, რა ჩვენ მივიღებთ 20%-ზე მეც ვერ მივიღებთ ხალხო, იმიტომ არ არის ასე საქმე, ასეთ ცალსახად არ უყურებს. გინდ რუსულ პროპაგანდას დააბრალეთ, გინდ რასაც გინდა დააბრალეთ, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა დამიჯერეთ, ასეთ ცალსახად არ უყურებს იმას, რომ ჩვენ ევროატლანტიკურ კავშირებში და იქ მისვლა და რატომ გონიათ ჩვენ ევროპა და მხოლოდ ერთი ევროპა და ჩვენ ადგილს ბრუნდებით რაღაც აი მითოლოგიის ის არის რა ქვია რა პარპაში არავით არის ჩვენი დაბრუნება ჩვენ ერთი ევროპაში სულ ევროპაში ვართ მე ერთხელ 10 წლის წინ შევეკითხე პოლონელად მეგობარს სად ჩამოხვედი როგორ გონი ის ამბობდა ევროპაში ვარ რა თქმა უნდა ჩვენ ისედაც ვართ ევროპაში დიდი ხანია ვართ ევროპაში ბევრი მიზეზის გამო არ მინდა ახლა გავმახვილ ამაზე ყურადღება ჩვენ არც ჩვენ იქით შევალთ იმ შემთხვევაში რომ იქნება ადამიანი ასევე დაცული მიიღებს ასეთივე პენსიას ექნება სამუშაო ადგილი ეს ყველაფერი ჩვენ არ აგვაქვს და ამის მაგივრად გვაქვს დაპირებები ევროლიბერალიზაციები რაღაცეები რაც ჩვენ რეალურ არსებობას ჩვენ გადარჩენას რაც არის უმთავრესი აი უმთავრესი არის პირველი დინამიკა საერთოდ ცხოვრების ესე გადარჩენა ერის არა ბატონო თქვენ ახსენეთ აი დასაწყისში ფიზიკური გადარჩენა ფიზიკურ გადარჩენაშიც არ ფიქრობთ რომ შეიძლება დაგვეხმაროს აი თქვენი ოპონენტები ამბობენ რუსეთის აგრესიის პირისპირ მარტოები არ უნდა ვიყოთო და ამიტომ გამახსენდა რომ აი ფიზიკურ გადარჩენაში არ დაგვეხმარება და უშუალოდ ნატოს ჩვენ პატარა ტერიტორიაზე თუ მართლა მოვაწყობთ ომს არა როგორც ჩვენ უკვე მოვაწყეს ომის სხვათაშორის ჩვენ 8 წლის ეს არ იყო სხვა არაფერი რადგან რუსულ ქართული ომი ქართულ ტერიტორია ვინც მოწყო ჩვენ კარგად ვიცით და მე მგონი ეს ნათქვამიც არის იმ ხალხის მიერ ვისაც არ ეშინდა თქვა იმისე რომ ეს მოაწყო სააკაშვილმა და არა მხოლოდ სააკაშვილმა ეს არის მოწყობილი რა თქმა უნდა ეს ამას დიდი საფუძვლები აქვს იქ უკვე დაძაბული ვითარება რეალურად დე ფაქტო ანუ ჩვენ მოვაწყოთ რუსეთმა არ მოაწყო ანუ ასე რუსეთმა მე შემოიჭრა და მე გააკეთა თავის საქმე შემოკარგო ქალბატონო ჩვენ ნუ ლაპარაკობთ ასე რაღაცებს ჩვენ მივეცით ამისთვის საბაბი რაც ჩვენ არ უნდა მიგვეცათ დიდი ქვეყნის და პატარა ქვეყნის ურთიერთობა მთელ სოფლიოში სულ სხვაგვარია არასდროს არ არსებობს ეს გაეროში არის ასეთ სულელური წესი რომ ირანს აქვს ერთი ხმა და უგანდას თუ რაღაც 10,000-იან ანდორასაც აქვს ერთი ხმა მაშინ ეს რამები არ ხდება დიდი ქვეყანა და პატარა ქვეყანა სხვანაირად ურთიერთობენ და შენ თუ არ შედიხარ ურთიერთობაში იმ ურთიერთობაში ეს არ არის ერთგვარად ერთობლივად საინტერესო და მომგებიანი არ შენ გადადიხარ მაშინ კონტრა იმაში შედიხარ და არავინ არ დაგვიცავს ჩვენი დამცველი არავინ აქ არ არის გარდა ჩვენი გამჭირახობის ჩვენი ჭკუის და ჩვენი გონების და მე მაგას ჯერჯერობით ვერ ხედავ ვერ ჩვენ პარლამენტში ვერ ჩვენ სპექს აი რაში შეიძლება გამოიხატოს ეს გამჭირახობა და ჭკუა ანუ ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებაზე მინდა კითხოთ არაზოგადად მოქალაქეებზე ანუ ხელისუფლების პოლიტიკა არის ისეთი სადაც თქვენ გამჭირახობას და ჭკუას ხედავთ მე ვერ ხედავ საგარეო პოლიტიკაზე ჩვენ ხელისუფლებაში ვერ ხედავ ვერც გამჭირახობას ვერ ჭკუას იმიტომ ჯერთი რაც შეეხება საგარეო მოტივებს საგარეო მოტივები ჩვენ არა ვართ ქვეყანა რომელიც ჩვენ თვითონ ვირჩევთ ამ საგარეო გზას ან რაღაცას მე მგონი აყვავს შენ ერთი გუბერნატორი ჩემთან დიდი ხმის ახლომახლოს ცხოვრობს და იმას ეკითხებიან როგორ უნდა გააკეთო ხვალ რო ის იტყვის მოდი რუსეთთან მოაგვარეთ ურთიერთობა ჩვენ იმ წუთში მოაგვარეთ ურთიერთობას ეგ ესეთი სიტუაცია ახლა ჩვენ უნდა გავიგოთ რომ ჩვენ არ ვართ საკუთარი თავის პატრონები ახლა და ეს ეთყობა კიდევაც ჩვენი ქვეყანა არის დაქცეული ნახევარი მოსახლეობა აქტიური არის გაქცეული ამ ქვეყნიდან და მე მგონი ეს პროცესი გრძელდება ეს არავის როგორ შანს არ აწუხებს და აწუხებს ის იქნება ეს ჩანაწერი რომ ჩვენ უბრუნდებით ევროპულ ოჯახს რომელიც მე სასაცილოდ მიმაჩნია ჩვენ რასაც არ ვუბრუნდებით ჩვენ ვართ ისედაც ევროპულ ოჯახში ჩვენ ევროპელები ვართ ყველა გაგებით თავიდანვეც ვიყავით ევროპელები მაშინ როცა დაიწერა ლეკვილომისას სწორედ და მერეც ვიყავით ევროპელები როცა რუსეთმა შემოგვიერთა თუ ანექსია მოგვახდინა მნიშვნელობა რა ჩვენ გავხდით უკვე ევროპის ნაწილი უპირობოდ გასაგებია კიდევ ერთ საკითხზე მინდა ბატონო თქვენი პოზიცია მოვისმინო შეფასება გულისხმობ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს როგორც რუსული მხარე ამბობს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ის ოკუპირებულ აფხაზეთში საელჩო გახსნა შეხვედრები გაიმართა და მოვისმინეთ შემდეგ მათი განცხადებებიც ეს ფაქტი თქვენთვის რაზე მიუთითებს აი რატომ გეკითხებით რომ ოპონენტებმა ხელისუფლება გააკრიტიკა სწორედ მისი ეგრეთ წოდებული რბილი პოლიტიკის გამო რუსეთთან მიმართებაში გასაგებია ხისტი პოლიტიკა რო ყოფილიყო როგორ მოხდებოდა ამბები მითხარით უბრალოდ მაინტერესებს ხისტი პოლიტიკა ჩვენი სუსტი ქვეყნის მხრიდან რას მოიტანდა
ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ გავხდით ამ რადარები და რატომ გავხდით ახლა გეტყვით იმიტომ შეიქმნა მე პრობლემა უკრაინასთან მე მიემატა სირია საქართველოს დავიწყებული აქვს რეალურად არა იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა არ აწუხებს არავის არ წუხს არავის საქართველოს და ჩვენ თვითონ და შევწუხდეთ საქართველოს და საქართველოს ბედზე ჩვენს გვაწერია ეს ჩვენი გადასაწყვეტია ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე რომ ჩვენ გაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება ლავროვის ვიზიტის შეფასება როგორია შეფასება ახლა მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე უნდა ვარყოფილიყო ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ასეთი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ საქართველოში. ნუ ეს განცხადებებს გავაკეთებთ კიდე ვიტყვით რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მე მგონი სხვა პრობლემებიც გააჩნია და ეს კარგად იცის მე მგონი ყველა ვინც მან თქვენთან არის ყველას მივესალმები რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით რომ საერთაშორისო საზოგადოებას არც ცხელა და არც ცივა საქართველოსთვის და თუ გამოიყენებს საქართველოს ოღონდ თავის ინტერესებიდან გამომდინარე და ასე იქცევა ყველა ქვეყანა აბსოლუტურად გაიგეთ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ არ აყავს არც მუდმივი მეგობრები არც მუდმივი მტრებიც არ აყავს ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენთვის საუკეთესო და ჩვენ უნდა ვიქცევოთ ტაქტიკურად ჩვენ არავითარი სხვა ფასეულობები გარდა ფიზიკური გადარჩენის რეალურად ეხლა ჩვენ არ არის ჩვენს წინაშე საქართველოს ერი რომ საქართველოს ერს რო ეცხოვრა რაღაც ფასეულობებით არა ჩვენ მაშინ დღემდე არც მოვიდოდით ფასეულობა არის ერთი მთავარი ფასეულობა ეს არის გადარჩენა და ჩვენ ვის შევეკრებით ხვალ ზეგ და როგორ მოვიქცევით და როგორ გავაკეთებთ ეს არის ტაქტიკური სულები და ეს ტაქტიკური სულები უნდა იყოს იქიდან გამომდინარე რა იქნება სასიკეთო ჩვენთვის რა იქნება სასიკეთო ჩვენთვის ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვილაპარაკოთ მაგრამ ერთპიროვნულად თქვა რა იქნება ჩვენთვის სასიკეთო მაშინ ძალიან მოკლედ მიპასუხეთ და თქვენთან სასიკეთო იქნება რომ ჩვენ შევეშვათ იმ კურსს რომელიც არაფრის მომტანი არ არის რომლის გამო ამდენი ხალხი არის შეკრებილი და ამას ქადაგებს და ქადაგებს იმიტომ რომ არის ელემენტარულად ან არის გარკვეულწილად ასე იდეოლოგიზირებულები არიან ან უბრალოდ ღებულობენ ხელფას როგორც უამრავი ჩვენი ექსპერტი ამისთვის რომ იქადაგონ ის რაც ჩვენთვის მიუღწევადია როგორც ეს ნატოს შემთხვევაში აქ ევროკავშირის არ საუბრობ ევროკავშირი ნორმალური ორგანიზაცია ხვალ იქნება თუ არ იქნება ეგეც ჩვენ არ ვიცით და როგორ მოხდება მასთან ურთიერთობა ეგეც ჩვენ არ ვიცით მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ სხვაგან არსად არ გვიშვებენ და კიდე ნატოს ძახილი და დროშების გამოფენით ჩვენ ქვეყანას ვერ უშველით და არც უშველით და ვერც შველით ხო ხედავთ განსაგებია კარგი ძალიან დიდი მადლობა უნდა დაგემშვიდობოთ იური მეჩთოვი ფოტოხელოვანი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და მე კლუბ სტუდიაში ვინაცვლებ სანამ რეკლამაზე გავალ ბატონ დიმიტრის მინდა დაუსვა ასეთი შეკითხვა ანუ ნატოს ძახილი მოკლედ კარგს არაფერს არ მოგვიტანსო ასეთი იყო შინაარსი რასაც საუბრობდა ბატონი იური თქვენ როგორ ფიქრობთ აი თუ კი დეკლარირებაზე საუბრობდა ეს არის აი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ბატონი მალხაზი ამბობდა თუ კი ასეთი ჩანაწერი გაკეთდებაო როგორ ფიქრობთ ეს ხელს შეგვიწყობს თუ შეგვიშლის როდესაც მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებაზე ვსაუბრობთ ზოგს ნატო მოწონს ზოგს ნატაშა გემოვნებებზე არ დაობენ თუმცა ეს რა თქმა უნდა ხუმრობით და მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ რომ ბუნებაში არსებობს ენერგიის შენახვისა და მუდმივობის კანონი რომელიც ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესზე არ ვრცელდება არ არსებობს სტატიკური პროცესი არ არსებობს მარად უცვალებელი დროში უცვალებელი ვითარება თქვენ მოგეხსენებათ რომ აღმოსავლეთ ნახევარსფერო რეალურად იბრძვის იმისთვის დასავლეთ ნახევარსფეროსთან რომ მოხდეს ორპოლარული მსოფლიოს ასე ვთქვათ პოლიტიკურ პრინციპებზე დაფუძნება რასაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მსოფლიო ჰეგემონი და ძალიან ხშირ შემთხვევაში არის მცდელობა იმისა რომ ერთპოლარული იყოს ეს მსოფლიო რასაც მე პირადად როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი რა თქმა უნდა არ ვეთანხმები და ყოველთვის ვეცდები რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი უკეთესი შესაძლებლობების რეალიზაციაში ვპოვო. თქვენ მოგეხსენებათ რომ ევროკავშირი რომელიც დატოვა ბრიტანეთმა და ბრექსიტი ეს არის უდიდესი გეოპოლიტიკური მოვლენა რა ჩვენი დროის მეწმებს იმაზე რომ ევროკავშირი არ არის მონოლითური ორგანო და რომ ის მართლაც ერთ დღეს შეიძლება ჩამოიშალოს. მეტიც ის ფაქტი რომ ევროკავშირში მიმდინარე პროცესები მეტყველებს იმაზე რომ შეიძლება ძალიან მალე ბევრ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ პოზიციაზე მოდით პირდაპირ ვთქვათ რომ საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები ამას ჩვენ მალე დაგვიდასტურებს შეიძლება მოხდეს ულტრამემარჯვენე ძალების მოსვლაც და ეს ტრენდიც ვითარდება და გრძელდება არსებობენ სახელმწიფოები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რომლებიც ასევე დეკლარირებენ ხმამაღლა იმ რეფერენდუმის ჩატარებას რომელიც მათი მხრიდან ევროკავშირის დატოვებას გულისხმობს და როდესაც ესეთი ამორფული
არასტაბილური ვითარებაა და ჩვენ ახლომხედველობას ვიჩენთ და საქართველოს და უკაცრავად ბატონო მალხას და ბატონო ბესო, აი ერთი შეკითხვით მოგმართავთ რა. ხომ არ გვეშლება ჩვენ და კონსტიტუციას ხო არ ურევთ მანიფესტია რა. თუ მაგალითად საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, სურს რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა რომ დავალება მისცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამისთვის არსებობს პარლამენტის დადგენილება, რეალურად მანიფესტი შეიძლება გამოსცეს საქართველოს პარლამენტმა და მართლაც დაავალოს და მოუწოდოს, რომ აი მაგალითად ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელზეც მე შენ თავრობა გავალებ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ცოტას მოიკოჭლებ, ცოტა იქ პრემიერი არ მომწონს, ცოტა ის ჯანელიძე საერთოდ არ შეესაბამება მინისტრის ამპლუას, ცოტა შეცვალეთ საკადრო პოლიტიკა, ცოტა გააქტიურდით, ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ამას არ აკეთებ და თვალის ასახვევად და ვიღაცისთვის, ესე იგი, პოლიტიკური ფასის გაზრდის მიზნით, სხვის თვალში, ახორციელებ კონსტიტუციაში შეგაქვს ცვლილება, გრძელვადიან დოკუმენტში, რომელიც მსგავსი ტიპის დროებითი ტენდენციები არ უნდა აისახებოდეს, რა თქმა უნდა, ეს არის ფარსი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება საკუთარი ტყავის გადარჩენას, საკუთარი სკამის შენარჩუნებას და ქულების ჩაწერას საკუთარი პატრონის თვალში ცდილობს. და რასაც რა თქმა უნდა, რაც ახლა ბატონმა იური მეჩითოვმა ბრძანა ამას სხვა შორის სოციალურ ქსელში თქვენ წააწყდებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს, რომ არაფრის დიდებით არ შეიძლება კონსტიტუციაში მსგავსი დროებითი მოვლენა აისახოს როგორც მარადიული ღირებულება, ხალხო. თქვენ ბრძანეთ, რომ ოდეკაბეო და რაღაც ევროზიული კავშირი და კიდე არის სხვადასხვა კავშირები, აგერ ბრაზილიის რუსეთის, ინდოეთის, შანხაის კავშირია, ხო? რაღაცა კავშირები, ამ კავშირებიდან იქმნება უფრო დიდი კორპორატიული ინტერესების მატარებელი სხვა კავშირები. თვალ შეიძლება სხვანაირად წარიმართოს პროცესი. ან შეიძლება პირიქით წარიმართოს პროცესი და რუსეთი გახდეს ჩვენზე ადრე ევროკავშირის წევრი. ბატონ დიმიტრი, დამი კონკრეტად პატრონშივის გულისხმობდით და მივცემ საშუალებას რომ გიპასუხოთ ოპონენტებს და შემდეგ ბატონი. პატრონში იმას გულისხმობ, ქალბატონო მაია, ვინც პატრონობდა თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას და ეს ნეოლიბერტარიანისტული, ასე ვთქვათ, მიდრეკილებანი და ტრენდები იყო პირდაპირ პატაკის საფუძველი მაამებლური პოლიტიკისა, კონკრეტულ კაბინეტებში მჯდომი მათი ხელმძღვანელების, რომლებიც სტუმრობდნენ ხოლმე ხშირად საქართველოს ვიზიტად და იბარებდნენ ხოლმე ანგარიშებს, ანალოგიური ვითარება გრძელდება ქართული ოცნების შემთხვევაში. ახლა მე გვარებს და სახელებს არ გისახელებთ, მაგრამ საზოგადოება შესანიშნავად ხვდება საკმარისია ცოტა რაღაცა გაფაფხურდეს ხელისუფლება და საზოგადოების ინტერესებისკენ რაღაცა პატარა ნაბიჯის გადადგმის პირობა დადოს, იმ წამსვე ხდება ჩარევა სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით, რომელთა მოღვაწეობის მომსწრეც და მემატიანეც მეგახლავთ. კარგით, მოდით მივცეთ საშუალებას მიწაზე ამოგვეღო ხმა და პასუხონ შეკითხვა და არასამთავრობო ორგანიზაცია იმ წამსვე ილაშქრებდა. საკმარისი იყო, თქმული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ადგილი არ არის საქართველოს კონსტიტუციაში, იმ წამსვე წამოვარდა ფეხზე საია, იმ წამსვე წამოვარდა ფეხზე საერთაშორისო გამჭვირვალობა, კიდე ბევრი ნეოლიბერალი და დატუქსეს ხელისუფლება. და აი ეს რომ გარდამავალ დებულებაში ისახება დღეს, ეს არის მათი კატეგორიული მოთხოვნა, მიდაგით. კარგით, უპასუხეთ ბატონ ბესელ შეკითხვა დაუსვა და მოდით მივცემ ოპონენტებს საშუალებას რომ უპასუხონ ძალიან მოკლედ რამდენადაც შეძლებს და შემდეგ ბატონ ნიკოლოზი. უპირველეს ყოვლისა რაშიც დავეთანხმები, ქართული ოცნების ხელისუფლება ამას ნამდვილად აკეთებს თვალის ასახვევად აკეთებს ზუსტად იმ ევროპული და ევროატლანტიკური საქართველოს მეგობარი ქვეყნებისთვის, თორემ მათი პოლიტიკა რომ რუსეთის მიმართულებითაა და ის რომ პუტინს აბარებენ ანგარიშებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება თვითონ იმას ეს უნდა იყოს თუ არა კონსტიტუციაში, მე საერთოდ ვამბობ, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებულია და უბრალოდ იმ 70-ზე მეტ პროცენტს მოეფერა ამით ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ მათ დაანახა, რომ აი მათთვისაც რაღაცას ვაკეთებ და ზუსტად ამიტომ ჩაიწერა. ჩემთვის მაგალითად საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პირადად როგორც ერთი პიროვნებისთვის იქნება თუ არა კონსტიტუციაში, იმიტომ რომ მე შინაგანად გასაგრძელებული მაქვს ის, რომ ჩვენი ევროპის ნაწილი ვარ და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი ვარ და ეს საერთოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ რასაც აკეთებს ხელისუფლება, კიდევ ერთხელ ვიმეორე, ვეთანხმები, რომ ეს არის თვალის ასახვევად ზუსტად საქართველოს მეგობარი ევროპული და ევროატლანტიკური ქვეყნებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ რელსებიდან, საერთოდ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს წაგვიღოს და ეს არის და აქეთ იწევს, რომ აი კონსტიტუციაში წერთ. ეს ჩანაწერი არავის არ ჭირდება იმისათვის, რომ ვიღაცამ ჩვენ გვითხრას, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და თავისი მაჩვენებელი ამათ ზუსტად იმ პლებისციტზე დადო, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ,
ზუსტად ის, რომ ისეთი ადამიანები დღეს მაგალითად პატრიოტთა ალიანსის სახით როგორც ზიან საქართველოს პარლამენტში, ისეთი ადამიანები, რომლებიც გვეძახიან, რომ რუსეთი კარგია, მათთვის იყოს ეს ჩანაწერი, თან რაც შეიძლება დიდი ასოებით, რომ კარგად დაინახო, ჩვენ არასდროს დაუბრუნდებით მადლობა. პოსტსაბჭოთა სიჩეს და ტოტალიტარული აზროვნების სიჩეს. ბატონ ნიკოლოს ითხოვდა სიტყვას გისმენთ და რეკლამაზე უნდა გავიდეთ შემდეგ. იცით რა შესაქმე, ხა ჩვენ როდესაც საუბრობთ იმის შესახებ, რომ აი დახმარება ევროპიდან. ჩვენ ვიცნობთ 4 ფორმის დახმარებას ევროპიდან, ეს არის შეშფოთება, ღრმად შეშფოთება, აღშფოთება, ღრმად შეშფოთება და შემდგომ არის პროტესტი. დაბომბვა. აი ამას ვიცნობთ რუსეთში. ერთი წამით მე არ გეჭრებოდი თქვენ, მე მგონი რა, ეხლა ჩემთვისაც მიუღებელია თქვენ. დისკუსიის რეჟიმია და ეს არის ჩვენი დახმარება. ჩვენ დავინახეთ აგვისტოს ომის დროს რა დახმარება გაგვიწიეს, როდესაც გემები, როდესაც შემოვიდნენ და პამპერსები და წყალი შემოიტანეს. მაგალითად, ეხლა თურქეთი, რომელიც მოკავშირეა აზერბაიჯანის იცით ამ საუბრობს იმში რომ თუ აზერბაიჯანზე განხორციელდება შეტევა ის ჩაერთვება და შეერაღებულ დაპირისპირებაში ჩაერთვება აზერბაიჯანი მე ასე ვიცი სტრატეგიული მოკავშირე და არა ისე რომ შენ განცხადებები აკეთო მხოლოდ და მხოლოდ აქ არავის არ აქვს რაღაცა ნოსტალგია რუსეთზე და არ არის ავინ მეხოტებე პუტინის ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რეალობა რაც არის აგერ ირანი, რომელიც თავაზობს რუსეთს, რომ ჩვენი ბაზები გამოიყენოთ და შემოდითო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ჩვენს გარშემო, ჩვენს აი ამ ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიცია არის განმტკიცებული. ერთი აი კუნძულივით არის ფსევდოლიბერალიზმის ინტერნაციონალი არის საქართველოს, სადაც ჩვენ ესე იგი აი არ გვაინტერესებს, რაც გინა ის მოხდება, დავანახებთ რუსეთის სახეს. რუსეთის სახე ყველამ კარგად ვიცი, რუსეთი იმპერია. არავინ არ საუბრობს იმას, მის იმპერიულ ზრახვებზე, მის იმპერიულ მისწრაფებებზე, მაგრამ ჩვენ თუ გვინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როდესაც იყო რამდენჯერმე შემოთავაზება პრეზიდენტ პუტინისგან. ეხლა მე ზოგჯერ მიკვის რომ ჩამოწვა დიალოგთან დაკავშირებით. სხვათა შორის შეიცვალა რიტორიკა. აი ხა ბევრ საუბრობენ აი ლავროვი კარასინის შეხვედრაზე. მართლაც ამოწურა ფორმა და კარასინმა თქვა კიდევაც რომ როდემდე უნდა ვისაუბროთ კომბოსტოზე, ბოლოგზე და ხალხზე და ღვინოზე, ხო? არაერთი აქამდე თუ იყო აი 2012 წლამდე იყო საუბარი რომ შეეგუეთ იმ რეალობას რაც არის პუტინის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ლავროვის მხრიდან იყო განცხადებები დაავთავრებ იყო განცხადებები რომ თუ თქვენ დაილაპარაკებთ აფხაზებთან და მოილაპარაკებთ ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ ანუ რიტორიკა შეიცვალა და ეხლა პუტინი როდესაც გეუბნება ჩამოდი ეხლა ყავაზე ჩაიზე და მუსიკაზე სასაუბროთ არ გეძახით გავიგე რუსეთი მზადაა არა მე ჩვენი ისტორია ჩვენ არა ფაქტი არის გამოვიდა მარგველაშვილი და თქვა რომ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს შევეკითხებით დავილაპარაკოთ თუ არა რუსეთთანო თქვენ აი ხა მე ვიცი რომ ეხა ministrები აშკარად კითხულობენ ნაცარქექიაზე და მეტი ვეღარ წავიდნენ წინ და ეხა ერთი უნდა მიუტანოთ ისტორიის წიგნი სახელმძღვანელო ესეთ რაღაცა უნდა ფლეშმობი უნდა გავაკეთო ან რაღაცა წაიკითხე საქართველოს ისტორია დავამთავრებ და ჩვენ უარსვამ ხალბატონო მაია შეიძლება დავასრულო ანუ საქართველოს ისტორიის მანძილზე იცით რა ჩვენ როდესაც ჩვენი მეფეები მიდიოდნენ მოსალაპარაკებლად აი იგივე ირანში იგივე თურქ-სელჩუკებთან გარანტირებული არ ქონდა ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა იგივე დემეტრე თავდადებული რომელსაც დედა მოუკლეს მონღოლებმა ქვეყანა უოხრეს მაინც წავიდა მოსალაპარაკებლად ეხლა იმის გარანტია ნამდვილად არსებობს რუსეთში რომ წავა ხელისუფალი ცოცხალი ნამდვილად დაბრუნდება მაგის პრობლემა არ არსებობს ხო დაილაპარაკე შედაროცილო და თუ ჩვენ გვეცოდინება კაჩინსკის მაგალითია თუ გვეცოდინება მაგალითად რუსეთის პოზიცია ესეთი არის რომ აი რუსეთის პოზიცია ის არის რომ დაერშვიდობთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს მხოლოდ სხვა კონტექსტში უნდა ვილაპარაკოთ მაშინ აქ ერთი ადამიანიც აღარ დარჩება იმაზე რომ რუსეთთან ასეთი პოზიცია ისედაც ლოიალური პოზიციები დაერშვიდობთ აფხაზეთს არ არის ასეთი პოზიცია რუსეთის მხრიდან ამას ეს არ ჩანს რუსეთის ქმედებებში თუნდაც ლავროვის ჩასვლაში ამაზე ცოტა როდესაც მე ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი ისტორია პრეზიდენტმა გამსახურდია 91 წელს ჩამოიყვანა ყაზბეგში ბორის ელცინი რუსეთის პრეზიდენტი გაფორმდა მემორანდუმი და იმ მემორანდუმში ჩაიწერა რომ რუსეთი მხარს უჭერს იმას რომ საქართველოს აღიდგინოს იქ აღადგინოს წესრიგი სამაჩაბლოში. შემდგომში მოხდა ის რომ სტამბოლის ხელშეკრულება რომელიც დაიყო იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. აი რატო არ გვინდა აი თქვენ იგივე თქვენზე არ მაქვს საუბარი რატო არ სვამენ აი ჟურნალისტები კითხვას რომ გამოდის ჟანელიძე და საუბრობს რომ ჩვენ აღშფოთებული ვართ ჩვენ
ჩადით რუსეთში დაელაპარაკეთ ან რუსებს და რას თავაზობენ რა ვარიანტებია არა ამ შემთხვევაში მე ამ შემთხვევაში ერთი წამი ჩვენ სხვა თემაზე ნუ გადავდივართ მე ვამბობ დიალოგზე და საუბარზე იმაზე რომ და დღეს რა შედეგი მივიღეთ აი იგივე ვიზალი როდესაც იყო ვიზების გამარტივებაზე აი ხელისუფლების არაადეკვატურობა მინდა დაგანახოთ გამოვიდა პუტინი და თქვა რომ ჩვენ ვიზების საკითხი მოიხსნება საქართველოსთან გამოდის ჩუგოშვილი ვიცე-სპიკერი საქართველოს პარლამენტზე საუბრობს ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ინფორმაციას არ აწვდიან რუსეთის ხელისუფლებას? ეხლა თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ თუ ვიზები მოიხსნებოდა, ეს ხო ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ ეხლა ათასობით ადამიანი ცხოვრობს იქ. ანუ არაადეკვატურია ხელისუფლება და წაიკითხეთ ისტორია ხედავთ რომ აი ხა ქართველი მეფეები მიდიოდნენ იქ და ელაპარაკებოდნენ. აბა წერს და ოკუპაციას უნდა ელაპარაკოთ, თორე მოყვარესთან ისედაც გარკვეული აქვს. არ ველაპარაკებთან ჩვენ ვამბობთ თუ არს ჩვენ ვაჩვენებთ მეზობელ ქვეყანას რომ არ გვინდა არანაირი